არ ვიცი ძმაო, სიმართლე გითხრა არც მახსოვს ეს ყველაფერი როგორ დაიწყო. გამახსენდა როგორ დაიწყო. მან თქვა რომ გადამივლიდნენ. ხუმრობდა რომ მისი მეგობრები მომივარდებოდნენ. მე კი უპასუხე რომ შიშარა ხარ თქო. მე ზრდასრული მამაკაცი ვარ და არასოდეს მithქვამს რომ ვინმეს მივუვარდები. ასეთი მუქარის მერე რომ ჩემი ფანებით დაგემუქრო, საკუთარ თავს სარკეში როგორ ჩავხედო. ამის შემდეგ თავს ჩმორად ვიგრძნო. ამიტომ ვამბობ რომ სუსტი კაცია. ხო და ასე უთხარი. თუ რომელიმე ჩეჩენი მომივარდება თავისას მიიღებენ. ხომ იცი? ერთ მჭიდში 20+1 ტყვია მაქვს. მეორეში კი 18+1. გულისხმობ რომ საკმაოდ რეალურია. გარეთ რომ გამოხვიდე და იქ 5 ჩეჩენი დაგვდეს, რომლებიც ნიუ-ჯერსიში არა რა თქმა უნდა, რადგან აქ დაწყევლილი კომუნისტური შტატია, მაგრამ ვეგასში გარეთ რომ გამოვიდე და 3 ჩეჩენი დამხვდეს, კანონიერად შემიძლია თითოეულ მათგანს ტყვია დავაჭედო შუბლში. რატომ? იმიტომ რომ ამერიკაში ჩვენ ვაფასებთ კაცობას. იმიტომ რომ ამერიკაში ჩვენ ვაფასებთ ერთ-ერთზე ჩხუბს. ჩვენ ვაფასებთ პრინციპს და იცავი საკუთარი პოზიცია. ჩვენ არ ვაფასებთ მესამე სამყაროს სუსტ მენტალიტეტს, შიშარა ნაბიჯვრებს, რომლებიც მეგობრებით იმუქრებიან. ეს ძალიან ჩმორული აზროვნებაა. სუსტი კაცის აქციელია. სუსტი კაცია. თქვენც ხომ ეთანხმებით? ეს ხომ ჩმორული მენტალიტეტია, არა? აწიეთ ხელები. მან დატვიტა შენს წარსულზე, როგორ გაიზარდე და ასეთ რაღაცეებზე. რაც ხანდახან ხალხს უყვარს ხოლმე რომ წამოგაძახონ. სიმართლე გითხრა არ მინახავს. რა თქვა? შენ გაიმეორე. თქვა რომ მამა შენმა გოგოდ გაგზარდა. სიმართლე გითხრა მამაჩიმა შეიძლება ითქვას პირიქით. აგრესიული გამხადა, რადგან თავად იყო სუსტი კაცი. ჩემს ბავშვობაში მამაჩემი ბუგიმენივით იყო. ის ძალიან საშიში, ყველაზე საშიში არსება იყო, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი ცხოვრებაში. უყურებდი როგორ სცემდა დედაჩემს, როგორ მესროდა ლუდის ბოთლებს. ასე რომ მამაჩემმა თითქოს უფრო სოციოპატად მაქცია, ვიდრე სხვა რამე. ალბათ ამან უფრო მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე სარგებელი. არასდროს დამავიწყდება. გონი 17 წლის ვიყავი, დედაჩემს სამსახურში არ უშვებდა. მივედი და ვუთხარი: მამა, გონი მაშინ უკვე მებრძოლი ვიყავ, სკოლისთვის თავი დანებებული მქონდა. სავარაუდოდ ვიყავი სრული ხელმოწარული. შევედი და ვუთხარი გაუშვი მეთქი. გაუშვი სამსახურში. იპოთეკა გვაქვს გადასახდელი მეთქი. ეს ტიპი მომიახლოვდა, გამითანაბრდა და მეუბნება: მამა შენი ვარ, რა სიზამ, ხელს დამარტყამ? მახსოვს უბრალოდ ვუპასუხე, რომ დღეს სწორედ ის დღეა თქო და თავი ჩავარტყი. ცხვირი გავუტეხე, დავარდა და ამ ტიპმა ტირილი დაიწყო. ისეთი იმედგაცრუება იყო, რადგან მთელი ცხოვრება ვხედავდი ამ ტიპს. რომელიც ნამდვილი ფსიქოპატი იყო, რომლისაც მთელი ცხოვრება მეშინოდა და უცებ ვხედავ, როგორ წივის პატარა ძუკნასავი, როგორ დაგორავს იატაკზე დასისხლიანებული. და თუ ამაზე მიდგა საქმე, ვიტყოდი რომ მამაჩიმა უფრო სოციოპატი გამხადა, ვიდრე სხვა რამ. აი ამიტომ შემიძლია სამ ჩეჩენს ვესრულო, თუ დამხვდებიან და მომიწევს თავის დაცვა. ის აგრესიული იქნება, შეიძლება ძალიან მალე გადაგიყვანოს პარტერში და მოგიწევს ბრძოლა, რომ ფეხზე წამოდგე. ბრძოლის რა ეტაპზე ფიქრობ, რომ უპირატესობას მოიპოვებ და სიტუაციას შენ სასარგებლოდ შემოატრიალებ? იცი რა, ამ ხრივ პრობლემა საერთოდ არ მაქვს. ჩემი ძმა ჯონი იქით არის უკანა ოთახში. ხომ იცით რა დონეა? გონია რომ ის ბევრად უკეთესი მოჭიდავია, ვიდრე ჩიმაევი. უკეთესად შედის ფეხებში და დგომშიც უკეთესია. ასე რომ მე ვარჯიშობ ისეთ ბიჭებთან, რომლებიც მასზე ძლიერები არიან. ფიქრობ ჯონი ნებისმიერ შაბათს დაამარცხებდა მას? ასე რომ არ ვიცი ძმაო. უბრალოდ არ მგონია ისეთი რამ შემომთავაზოს, რაზეც ვიფიქრებ. ეს რაღაც ახალია. შეიძლება მარჯვნიდან ფინთი გააკეთოს, გაუმართლოს და დარტყმა გამიტაროს, მაგრამ პასუხი, დარტყმაზე დარტყმით და ჭიდაობაზე ჭიდაობით, ეს ჩემი ბრძოლაა. ჩვენ უბრალოდ მაინტერესებს. ცხადია, ბევრი საუბრობს ამ ბრძოლაში გრეპლინგზე. ხალხმა ერთ სტატისტიკას მიაქცია ყურადღება. შენს არც ერთ ბრძოლაში UFC-ში არავის უცდია შენს წინააღმდეგ საბმიშენის გაკეთება. ალბათ იმიტომ, რომ აქამდე მხოლოდ მამაკაცებს ეჭვებოდი. ეს საერთოდ გაგიკვირდა? ანუ მანამდე თუ იცოდი ამ სტატისტიკის შესახებ. მისმინე ძმაო, საბმიშენი გეებისთვისაა. სუფთა მამათმავლობაა რა. სიმართლე გითხრა გული მწყდება რომ მომიწევს საქმე მქონდეს ბიჭთან, რომელსაც სურვილი აქვს ჩემს ფეხთან იჯიმაოს. მაგრამ ამავე დროს მე არასდროს ვარ ისეთ პოზიციაში, როდესაც შეუძლიათ საბმიშენზე წამოსვლა. მე არ მინდა ზურგზე დაწოლა, ხვდები? ეს ჩემთვის უინტერესოა. გინდა რომ შენი ჩემპიონობის პერიოდი პირველი შემთხვევისგან განსხვავებული იყოს. აშკარაა წინაჯერზე ქამარი მალე დაკარგე, ძალიან მალე დაბრუნდი. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება? არა ძმაო, ხუმრობ, მე სულ მინდა მალე დაბრუნება. მე ჩიმაევი კი არ ვარ. არ ვაპირებ წავიდე სახლში და დიქტატორს ვუწოვო 1 წელი და შემდეგ დიდებაში ვიცხოვრო. მე მინდა წავიდე და ვიჩხუბო ძმაო. ფული მინდა ვიშოვო. როგორ ფიქრობ, ნასრუდინი მამოვი მთავარი კონტენდერია? აუ ხო, ნასრუდინი. ჩემი აზრით არის თუ არა ნასრუდინი მთავარი კონტენდერი? ალბათ კი. გაბრაზებული მუსლიმი. სავარაუდოდ კი. ჩვენ შევხვდებით კიდევ ერთ გაბრაზებულ მუსლიმს. ღმერთს გეფიცები. UFC საინტერესოა. UFC გაიღვიძებს და იტყვის: მინდა აქტიურად გავანადგურო ეს სპორტი. მოდი მოვძებნოთ ყველაზე არასასურველი ნაბიჯვრები და მოვათავსოთ UFC-ში. გააჯვი ტანკებოდ, გააჯვი მედ ჰიუზ. მოდი უბრალოდ ავიყვანოთ ყველაზე არასასურველი ნაბიჯვრები ძმაო. ეს ისტორია მონაყოლი მოქვს, მაგრამ გონი ისლამზე ვიხუმრე. ხვდები? მომწონს მცდელობა ამ თემას არ შევეხო, რადგან ბევრი მუსლიმი მეგობარი მყავს.
ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს თავის შეკავება, ვცდილობ არ ვისაუბრო, რადგან ხო ხვდები ჩემთან მუსლიმი ბიჭები მოდიან და მეუბნებიან: "მისმინე შენ დედაჩემი გაიცანი, ჩემი და გაიცანი, ჩემი შვილი გაიცანი და ახლა ზიხარ და ჩემს რელიგიაზე ცუდ რაღაცეებს ლაპარაკობო." მერთმა დაწყევლო ზმაო, მაგრამ იქნება ეს ნიშანია არა? ოთახში არის ვინმე ქრისტიანი. მე შემიძლია ქრისტეზე მთელი დღე ვიცინო და თქვენ უბრალოდ მეტყვით. ნუ რას ვიზამთ? ჯოჯოხეთში მოხვდები, მაგრამ წარმატებები. იქნება ეს ნიშანია არა? თუმცა ბოლო პერიოდში ვცდილობ ზედმეტად ხისტად არ გავაკრიტიკო ისლამი ჩემი მეგობრების ხათრით, მაგრამ მე იმან გამაცინა, რომ მან თქვა რაღაც ჩემი ტვიტის პასუხად. და მე გავიფიქრე, შარლი ებდო გახსოვს? ეგ თუ გახსოვს, როდესაც იმ ნაბიჯვარმა ეს ჩაიდინა, წავიდა და საფრანგეთში ის კაცი მოკლა. გაპოსტე მასზე რამე, ეს ქმედება დაგმე. ბოლოს და ბოლოს ზმაო ეს ტიპები, დაჟე ჩიმავიმაც კითხვა, ჩემი მუსლიმური საზოგადოებაო. თუ თქვენ თვლით, რომ მუსლიმური საზოგადოება ისაა, რომ ვინმეს თავს დაესხათ, ან ვინმე მოკლათ სიტყვის თავისუფლებისთვის, მაშინ თქვენ სერიოზული პრობლემები გაქვთ. ზუსტად ამიტომ UFC იწვევს ასეთ ტიპებს. იმის მიუხედავად იქნება ბრძოლა თუ არა, თქვენ ხდით ამ სპორტს თითქმის შეუძლებელ საყურებლად, რადგან აქ ისეთი ხალხი შემოგყავთ, რომლებიც ამერიკასთან შეუთავსებლები არიან. ამერიკელები ფეხებზე კიდიათ. მათ არ ესმით ამერიკა. ისინი ვერასდროს შეძლებენ გახდნენ ამერიკელები. ასე რომ ეს ერთ-ერთი ის ცუდი სიტუაციაა, როცა UFC უბრალოდ აგზელებს და აგზელებს ამის კეთებას. მაგრამ გარკვეულწილად იმის თქმა მინდა, რომ სულ ფეხებზე მკიდია ეს ნასრუდინი. და ბოლოს ჩემგან, აშკარაა, რომ ტოტალიზატორები 5 ერთთან აუთსაიდერად გთვლიან. მაგრამ ბევრი მებრძოლი ამასთანავე ჯო როგანიც საუბრობენ იმაზე, რომ ზუსტად ამ ბრძოლისთვის ხარ შექმნილი და გააქვს გამარჯვების საჭირო უნარები. შენი აზრით რა არის განსხვავება იმის შორის, რასაც ეს ხალხი ხედავს და რასაც ხედავს ფსონების დამდების საზოგადოება? ჩიმაევის საუკეთესო შანსი გრეპლინგი პარტერში არ არის. შანსი შეიძლება გქონდეს თუ ფეხი დაუცურდა, დაიხრება და ოვერჰენდს მოიქნევს, ან რამე ასეთი თუ გაუმართლებს. მაგრამ საბოლოო ჯამში ხალხო, შეგიძლიათ ამ სამყაროს საუკეთესო გრეპლერი მოიყვანოთ. მთელი საათი გვაჭიდაოთ, მე მოვიგებ. მთელი დღეები მხოლოდ იმას ვაკეთებ, რომ ჭიდაობ. თქვენ რას ფიქრობთ? გრეპლინგს იმიტომ არ ვპოსტავ, რომ ზედმეტად მამათმავლური თემაა. შემიძლია გაჩვენოთ მე და მიშელი როგორ ვცდილობთ ერთმანეთს ტვინის შერყევა ავკიდოთ და ეს მაგარია. მაგრამ მართლა გინდათ ნახოთ, მე და კიდევ ორი კაცი მისიონერულ პოზაში. უბრალოდ ეხავს, ძალიან მამათმავლურია ძმაო. არ მინდა ამის გაკეთება. ახლა ხან ახსენე რომ ყავს მუსლიმი მეგობრები, რომლებიც გეკითხებიან რატო ამოიჩემე ისინი. რატომ არ შეიძლება რომ ტრეშტოკი მხოლოდ მებრძოლის ფარგლებში დატოვო და ქვეყანას არ გასცდე. მოდი გეტყვი. გარკვეულწილად მან თავად დაიწყო ეს ყველაფერი. ის იყო ვინც ამბობდა ეს თეთრი ბიჭი, ეს ამერიკელი. თვითონვე შემოიყვანა საუბარი ამ სფეროში. პირველად რომ შევხვდი, ისევ და ისევ სასაცილო ხუმრობა, მან თვითონ იხუმრა იმაზე რომ ტერორისტია. სიტყვა სიტყვით, პირველად რომ შევხვდი იმ ტიპებს, მე ტერორისტი ვარო, მე კი არ მithkoms ეს. მაგრამ არა, იცი რა თემაა ძმაო? ახლა ისეთ სამყაროში ვცხოვრობ, სადაც გვაიძულებენ დავემორჩილოთ იმ იდეოლოგიებს და რწმენებს, რომლებიც ამერიკას არ შეეფერება. აი თუნდაც შეხედეს სომალელების თემებს, რომლებიც ჩამოდიან და უბრალოდ მთავრობას თაღლითურად ზალავენ ფულს. ჩვენ ვინც დასავლური სამყარო ავაშენეთ, ვინც იმედისა და თავისუფლების შუქურა ვართ, ახლა იძულებულები ვართ ამას შევეგუოთ. მაშინ როცა დანარჩენი მსოფლიო მაგალითად სწორედ ამერიკისგან იღებს, რაც ჩვენ გვაიძულებენ, რომ შემოვიყვანოთ ეს მესამე სამყაროს ნაგავი, რომლებსაც არავით არის საერთო უფლებები, წამსი ან იდენტობა არ გააჩნიათ ამერიკასთან. ისინი არ მოდიან იმისთვის, რომ შეერწყან საზოგადოებას. ისინი არ არიან კულტურის გამაერთიანებლები. არ მოდიან და არ ამბობენ. იცი რა ძმაო, მე მიყვარს სიტყვის თავისუფლება. დახატე მუჰამედის ნებისმიერი ნახატი, რომელიც გინდაო. ისინი ამას არ აკეთებენ. ისინი აქ მოდიან და აქტიურად ცდილობენ ჩვენი ქვეყანა თავიანთ ქვეყანას დაამსგავსონ. ცდილობენ ისეთად აქციონ, როგორიც ის ქვეყანა იყო, რომელიც დატოვეს და რომელიც საშინელია. უბრალოდ დიდი სირცხვილია რომ გყავს ეს დაწყევლილი ლიბერალები, რომლებიც ამ იდეის პროპაგანდას განაგრძობენ. თუ გინდა რომ შარიათის კანონებით იცხოვრო და შენი ცოლი დაწყევლილ პირს სახოცა და საბანში გახვიო, დაბრუნდი შენს ნაგავ ქვეყანაში. ჩვენ ამ სისულელეებს ამერიკაში არ ვაკეთებ და ყველა ამაყმა ამერიკელმა, თეთრკანიანმა, შავკანიანმა, მექსიკელმა თუ ლათინო ამერიკელმა ხმა უნდა ამოიღო, რადგან ეს ხალხი აქტიურად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ როგორც ამერიკელები წარმოვადგენთ. ვინმეს, ვისაც ენდობი ან პატივს სცემ, თუ თქვენს შენთვის რომ რიტორიკაში არ ბილო, შესაძლოა მეტი შესაძლებლობები გამოგიჩნდეს, განსაკუთრებით თუ ჩემპიონი გახდები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ფეხებზე მკიდია. ნაიქს თუ მოუნდა რომ მოვიდეს და დამსაჯოს და საერთოდ გავკარი ნაიქს. გინდათ მოხვიდეთ და თქვენი ლოგო მომცეთ მაშინ როცა პატარა ჩინელ ბავშვებს ამუშავებ და მაგ დაწყევლილ ფეხსაცმელებს აკერინებ. გავკარი ამ დიდ კომპანიებს. თუ ჩემი სპონსორობა არ გინდა, წადით საკუთარი თავი იხმარეთ. სინამდვილეში პრობლემა თქვენშია. საერთოდ არ მაინტერესებს, არ მჭირდებით იმისთვის, რომ დიდარი კაცი ვიყო. კარგად ვარ. შემიძლია ახლავე წავიდე პენსიაზე. რა? 17 მილიონი დოლარი? საერთოდ არ მაინტერესებს, დაიტოვეთ თქვენი ფული. თქვენ დაწყევლილო კორპორაციულო ნაბიჯვრებო.